მე-20 საუკუნის დასასრულიდან ლიტერატურულ სივრცეში მხატვრული ტექსტების ანალიტიკის სრულიად ახალი სტრატეგიები გაჩნდა. ხშირ შემთხვევაში მწერლები მკვლევრების ფუნქციას ითავსებენ. თუ როგორ ცდილობს მწერლობა ქართული კულტურული დისკურსის პრობლემებისა და პერსპექტივების გაანალიზებას, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. მივესალმები ჩვენს სტუმარს, ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორ ნინო მინდიაშვილს. გმადლობთ ქალბატონ ნინო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, სოციალურ-ჰუმანიტარულ წრეებში სად და როდის დაისვა საკითხი ტრამვული მეხსიერების, ტრამვული წარსულის და ისტორიული მეხსიერების სხვადასხვა საკითხის გაანალიზების შესახებ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლები ძალიან რთული პროცესებით ხასიათდება, თუმცა მივყვეთ მოვლენებს. ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 9 აპრილი ეროვნული ტრაგედია. საბჭოთა კავშირის დაშლა. 1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები. 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს ის მოვლენებია, რომლებმაც გამსაზღვრელი როლი ითამაშა საზოგადოებრივი პროცესების ჩამოყალიბებაზე. 90-იანი წლები არის ძალიან რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ტრამვული ხედვა და დამოკიდებულება. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ტრამვის კონცეფციასა და მეთოდოლოგიას აყალიბებს ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჯეფრი ალექსანდერი. აღნიშნულ კონცეფციას ავითარებს რონ აირმანი. მათი შეხედულების მიხედვით, ტრამვული მოვლენების თვითმხილველებსა და თანამონაწილეებს უყალიბდებათ გარკვეული შეგრძნებების კომპლექსები, რაც განაპირობებს საზოგადოების სტიგმატიზაციას. აღნიშნული დამოკიდებულება იწვევს ერთი მხრივ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გარიყვას, ხოლო მეორე მხრივ ტრამვის გარშემო ამ საზოგადოების გაერთიანებას. ჯეფრი ალექსანდერი აყალიბებს შეხედულებას, რომ კოლექტიური ტრამვა წარმოიშობა მას შემდეგ, როდესაც საზოგადოების წევრები აცნობიერებენ, რომ მათ იძულებით გადაატანინეს ტრაგიკული მოვლენები, რამაც განსაკუთრებული გავლენა იქონია მათ ცნობიერზე. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ტრამვული მოვლენები არის შეგრძნებების კომპლექსი, რომელიც განაპირობებს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების გარიყვას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამ საზოგადოების ჯგუფების მზადყოფნას საიმისოდ, რომ მათ გადალახონ ეს პროცესები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული და მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევთ მათ ფსიქოლოგიურ სტიგმასთან გამკლავება. აღნიშნული კონცეფცია, ტრამვის კონცეფცია შემდგომში გამარჯვების ტრამვის სახელწოდებით განავითარა პოლონელმა მეცნიერმა პიოტრ შტომპკამ. გამარჯვების ტრამვა ყალიბდება საზოგადოებაში მას შემდეგ, როდესაც ერი იღვწვის რაღაცა დიადი მიზნისკენ, თუმცა შემდგომში ეს მიზანი იქცევა ტრამვად. სწორედ ასეთი პროცესები შეინიშნება ქართულ საზოგადოებაში. როგორც აღვნიშნე, 90-იანი წლები რთული წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდია და ეს პერიოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ სრულიად ახლებური კულტურული პროცესები იწყება. ტრამვულ მეხსიერებას დღეს ქალბატონ ნინო უკვე იკვლევენ სხვა დარგების წარმომადგენლებთან ერთად ლიტერატურათმცოდნეებიც და აი ამ მიმართულებით რა გამოწვევები არსებობს? უნდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ქართულ ანალიტიკურ დისკურსში ეს პროცესი დაიწყო სწორედ 90-იანი წლებიდან. მყისიერად აყვა იმ მოვლენებს, როდესაც ლიტერატურული პროცესი სრულიად ახალ სივრცესა და გარემოში აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი გამოიწვია კვლევების კონცეპტუალიზაციამ და ჩვენ ზოგადად ამ პერიოდის ლიტერატურა უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკური პროცესების ლიტერატურულ რეპრეზენტაციად. ანუ ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ქვეყანაში, აისახა მყისიერად ლიტერატურაში. წეღან აღვნიშნე ჯეფრი ალექსანდერის ტრამვის კონცეფციასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები, ასევე პიოტრ შტომკას მოსაზრება გამარჯვების ტრამვასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ანალიტიკურ დისკურსში უკვე ამ თეორიების მიხედვით მიმდინარეობს ლიტერატურის კვლევა. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, იმდენად რამდენადაც უკვე არაერთი მკვლევარი მიმართავს ამ თეორიებს თავისი კვლევების გასამყარებლად. ამ მიმართულებით კვლევების განხორციელებისას, ტრამვული მეხსიერების კვლევისას, რა საკითხები ასოცირდება ისტორიულ მეხსიერებასთან? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმდენად რამდენადაც ისტორიული მეხსიერება პირდაპირ კავშირშია კულტურულ ტრავმასთან. იმიტომ რომ ისტორიული მეხსიერების პროცესები იწვევს რეალობის სტიგმატიზაციას გარკვეულწილად და ყალიბდება როგორც ტრამვა. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ტრამვული კონცეპტები პირდაპირ არის დაკავშირებული ისტორიულ მეხსიერებასთან. წეღან ვახსენე 1989 წლის 9 აპრილი უდიდესი ეროვნული ტრაგედია და ასევე ვახსენე 91 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წლის 9 აპრილი როგორც ტრამვის პარადიგმა, ისე აისახა ქართულ ლიტერატურაში. თუმცა შემდგომში, როგორც ტრიუმფი, ეს მოვლენა შეცვალა 91 წლის 9 აპრილმა, გამარჯვება ის სანუკვარი მიზანი, რისკენაც ასე ილტვოდა ქართული საზოგადოება. თუმცა შემდგომში შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ხედვა და ტრიუმფი გადაიქცა ისევ ტრამვად და ეს ყველაფერი ასახულია ისევ ძალიან კარგად ქართულ ლიტერატურაში. მე წეღან აღვნიშნე, რომ გარკვეულწილად ჩამოყალიბდა კულტურული პარადიგმები, სრულად ახალი სივრცე და რეალობა შეიქმნა. ეს ტრიუმფის ტრამვად ჩამოყალიბება გამოიწვია იმან, რომ გამარჯვება არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც ამას საზოგადოება ელოდა, როგორი მოლოდინებიც არსებობდა. ამ გამარჯვების შემდგომ დაიწყო დაპირისპირება, რაც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ტრამვად და ეს ყველაფერი აისახა ქართულ ლიტერატურაში. შეიქმნა თითქოს სრულიად ახალი ლიტერატურული გარემო, რომელიც ისტორიულ ვითარებასთან ერთად იმ ტრამვულ კონცეპტებსაც აღწერდა და აანალიზებდა, რაც დამახასიათებელი იყო მაშინდელი ეპოქისთვის და პოსტმოდერნისტული ტენდენციებისკენ მიდრეკილი მწერლები დღესაც სწორედ ამ პრობლემატიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. კულტურ სოციოლოგიაზე შევჩერდეთ. ქალბატონინო, მის დანიშნულებაზე ეს არის თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი ახალი მიმართულება და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის ისტორიული მეხსიერების გააზრებისთვის? კულტურის სოციოლოგიის კონცეფცია ასევე შეიმუშავა ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ჯეფრი ალექსანდერმა, თუმცა ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კულტურის სოციოლოგია და კულტურ სოციოლოგია, თვითონ ასე მიჯნავს მკვლევარი. ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული გამოცდილების გასაზიარებლად. და ზოგადად ჯეფრი ალექსანდერი მიიჩნევს, რომ სტიგმატიზაციის პროცესთან გასამკლავებლად აუცილებელია ისტორიული პროცესების გააზრება და მერე მუშაობა ამ სტიგმების დაძლევაზე. მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ კულტურ სოციოლოგიაში ყალიბდება გარკვეული პარადიგმები, რაც ეპოქის მონაპოვრად უნდა მივიჩნიოთ. მე აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ძალიან საინტერესო მონოგრაფიის შესახებ, რომელიც 2022 წელს გამოიცა რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით და ამ მონოგრაფიის სახელწოდება გახლავთ საქართველო ტრამვა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.
ავტორთა კოლექტივის მიერ არის შექმნილი და აი ამ მონოგრაფიაში ძალიან კარგად არის გააზრებული და გაანალიზებული ის კულტურული პროცესები, ის სოციალური პროცესები, რაც მიმდინარეობდა 90-იანი წლებიდან ქართულ საზოგადოებაში და რამაც გამოიწვია ამ პარადიგმების შექმნა. მორალური განცდები, კულტურული ტრამვები ზოგადად რას იწვევს, რა პროცესებს და აი ამას როგორ ასახავს მხატვრული ტექსტი? მხატვრული ტექსტი თავის თავში ირეკლავს ყველაფერს მნიშვნელოვანს. განსაკუთრებით ამ სპეციფიკით ხასიათდება 90-იანი წლების შემდგომი ლიტერატურა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ამ პერიოდის ქართული ლიტერატურა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა შეგვიძლია მოვიაზროთ ერთ მთლიან ტრავმად, სადაც არის აღწერილი ომი, გრევა, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება, დევნილობის პრობლემა, მორალური პრობლემები, ნიჰილიზმი. გიჩნდება განცდა ადამიანს, როდესაც ამ ტექსტებს კითხულობ, რომ ეს მოვლენები სწორედ აქ, ამ დროს და აუცილებლად ამ ვითარებაში უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. იმდენად თავისებურია ამ პროცესში ჩამოყალიბებული ლიტერატურული პარადიგმები და იმდენად სხვანაირია ჟანრობრივი, გნებავ თემატური თვალსაზრისით ლიტერატურული პროდუქტი, რომ ბევრი თავისებურებით ხასიათდება. ქართულ ლიტერატურაში ასახული კულტურული ტრამვის კონცეპტები რამდენად განსხვავებულია? აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესები მხოლოდ ქართული ლიტერატურისთვის არ არის დამახასიათებელი, არამედ ზოგადად თუ გადავხედავთ მსოფლიო ლიტერატურას, დავინახავთ, რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრამვული გამოცდილება და ტრამვული კონცეპტების ასახვა ლიტერატურაში. თუმცა ეს ტრამვული კონცეპტები ქართულ ლიტერატურაში ეროვნული ნიშნით ხასიათდება და მოიცავს იმ მოვლენებს, რა პრობლემებიც იჩნდება საზოგადოებაში. აი მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ ლიტერატურულ დისკურსში ჩნდება დევნილის მხატვრული სახე, რაც მანამდე თითქმის სრულიად უცხო იყო ქართული ლიტერატურისთვის. ძალიან ცნობილ თეორიას აყალიბებს ფრანგი მეცნიერი კლაირ გალიანი. 2017 წელს გაიმართა ძალიან საინტერესო სიმპოზიუმი საფრანგეთში და მთელი სიმპოზიუმი მიეძღვნა სწორედ დევნილის მხატვრული სახის განხილვას და მთელი მსოფლიოდან მეცნიერები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო ზოგადად ლიტერატურათმცოდნეობისთვის, მთელი მსოფლიოს ლიტერატურათმცოდნეობისთვის. მაგრამ ნახეთ, მე უფრო სხვა რაკურსით მინდა წავიყვანო მსჯელობა. დევნილის სახე სწორედ 90-იანი წლებიდან ჩნდება ქართულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ ეს არის ეპოქის ანარეკლი. აფხაზეთის კონფლიქტმა, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ ჩვენ 10,000-ობით დევნილი გვყავს საზოგადოებაში. და ჩვენი მწერლები მყისიერად ეხებიან ამ თემებს, სხვათა შორის ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და არაერთი ძალიან საინტერესო მხატვრული ტექსტი იწერება და აი იქმნება სრულიად ახალი სახე დევნილისა, რომელიც რა თქმა უნდა ტრამვული კონცეპტებით ხასიათდება. ასევე შეიძლება დასახელდეს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმა, ზღვის პარადიგმა, სიკვდილის პარადიგმა, სიცოცხლის პარადიგმა, სახლის პარადიგმა, რაც ასევე ეპოქის მონაპოვარია. ახალი თაობა, რომელიც მოდის 90-იანი წლების შემდეგ, სრულიად ახალი ჟანრული თუ პარადიგმული მოდელებით ხასიათდება და სრულიად ახალი ტიპის ლიტერატურას ქმნის და ამ ლიტერატურაში გაერთიანებულია ეპოქის სახე, ეპოქის პრობლემატიკა. ქართულ სამეცნიერო დისკურსში რამდენად განსხვავებულია კულტურული ტრამვის, ტრამვული მეხსიერების, თუნდაც ისტორიული მეხსიერების კვლევის რაკურსები? რაც ვახსენე ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით, ანალოგიური პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ
რა თქმა უნდა, ქართულ სამეცნიერო დისკურსში ამ ტიპის კვლევები ინტენსიურ ხასიათს ატარებს, მაგრამ არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც დაუშვათ ევროპაში ან ამერიკაში. თუმცა ძალიან ბევრი ქართველი მკვლევარი იკვლევს ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსს ამ კონცეფციით და ბუნებრივია მათი კვლევები ეროვნული კონცეპტების გათვალისწინებით არის გამორჩეული, იმდენად რამდენადაც ზოგადად ეს ტრამვული მოვლენები ეროვნული კონცეპტებით ხასიათდება და ეპოქალური კონცეპტებით ხასიათდება. თუმცა უნდა გითხრათ ისიც, რომ ქართველი მკვლევრები ძალიან კარგად იცნობენ აქტუალურ კონცეფციებს, თეორიებს, რომლებიც უკვე ვახსენეთ და თავის კვლევებში, ანალიტიკურ დისკურსებში ძალიან აქტიურად იყენებენ. თუ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კულტურსოციოლოგიის პოზიციებიდან შევხედავთ, რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ? რაც შეეხება დასკვნებს, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ დაკავშირებულია ისტორიულ მეხსიერებასთანაც და ეს არის ფაქტობრივად ეპოქის ანაბეჭდი, ეპოქის სახე, რომელიც მერე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვლევებისთვის. სწორედ ამ საკითხებზე დაშენდება შემდგომი კვლევები, ეს ხომ არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ აგურს დავადოთ მეორე, მეორეს მესამე და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს ძალიან წარმატებულად. შესაბამისად, კულტურის სოციოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტი ზოგადად ისტორიული მეხსიერებისა თუ ლიტერატურული პროცესების აღსაწერად. ზოგადად ქალბატონინო ტრამვის მახასიათებელი არის გაერთიანება, ხომ, საზოგადოების. ამას უკვე რამდენად ხედავთ თანამედროვე მხატვრულ ტექსტებში. ისევ დავიწყებ ჯეფრი ალექსანდერის ცნობილ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც კოლექტიური ტრავმა ყალიბდება მას შემდეგ, როდესაც საზოგადოება აცნობიერებს, რომ იძულებით გადაატანინეს ტრაგიკული მოვლენები, რამაც მათ მსოფლმხედველობას წარუშლელი დაღი დაასვა. შევხედოთ, რა ხდება ამ დროს საქართველოში. და ისევ დევნილების პრობლემას მივუბრუნდეთ, ხომ? ესე იგი, ადამიანები აცნობიერებენ, რომ ამ ჯგუფს შეგნებულად გადაატანინეს ტრაგიკული მოვლენები. ეს ჯგუფი დევნილების სახით ჩამოყალიბდა, შეიქმნა. ფაქტობრივად ეს ჯგუფი ჩვენ კოლექტივად შეიძლება მოვიაზროთ. ამ კოლექტივის განცდები და ემოციები სწორედ ძალიან კარგად არის აღწერილი მხატვრულ ტექსტებში. და მეცაც გეტყვით, სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა რაკურსით განიხილავს ამ პრობლემას. მაგალითად, ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დევნილობა არის სტიგმა, რომლისგან გათავისუფლებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ნაწილი თვლის, რომ ეს კი არის სტიგმა. მაგრამ თუ ინდივიდი მოინდომებს, შესაძლებელია ამ სტიგმისგან გათავისუფლებაც. საინტერესო პროცესია იმდენად, რამდენადაც ავტორებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა ავტორს თავისი პოზიცია გააჩნია, როგორ უნდა გათავისუფლდეს დაუშვათ კოლექტივი ამ ჩაკეტილი სივრციდან. ან არსებობს თუ არა გამოსავალი სტიგმისგან გასათავისუფლებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ კვლევების მიმართულებით, ქალბატონინო, რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს? თქვენ მრავალ ქვეყანაში მონაწილეობთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა ეს პროცესი და ბოლო პერიოდში მე ზუსტად ამ საკითხებზე ვმუშაობ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ვიკვლევ სწორედ ამ კონცეფციებისა და თეორიების გათვალისწინებით. ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი უცხოელი მკვლევრებისთვის. ისინი ინტერესდებიან ამ პრობლემებით და გვთავაზობენ პროექტებს, ერთობლივ კონფერენციებს, შემოქმედებით მიდგომებს და სწორედ ახლაც ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ უცხოელ კოლეგებთან ერთად
და ძალიან საინტერესო თემაზე, სხვათა შორის, ჯერ თავშევიკავებ ამ თემის დასახელებისგან. პროექტი არის ძალიან საინტერესო და ალბათ მერე შემდგომში უკვე მაყურებელს ექნება საშუალება, რომ ამ პროდუქტს გაეცნოს და საკუთარი შეხედულება ჩამოაყალიბოს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საკითხი არის საინტერესო, კომპლექსური, ინტერდისციპლინური და როდესაც უცხოელ კოლეგებთან გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, ძალიან ბევრი საერთოს აღმოჩენა შეიძლება აი მათ ტრავმულ გამოცდილებასა თუ ჩვენ ტრავმულ გამოცდილებაში, თუმცა არსებობს ძალიან სერიოზული განსხვავებებიც, რაც რასაკვირველია ეპოქალური დისკურსის მახასიათებლების კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნინო მინდიაშვილი. ჩვენ საუბრობდით თანამედროვე მხატვრულ ტექსტებში სოციოკულტურულ პარადიგმებზე, იმაზე, თუ როგორ შეუძლია მწერლობას საზოგადოებისთვის უხილავი აზრები გახადოს ხილული, რაც ასე მნიშვნელოვანია ზნეობრივი ფასეულობების გააზრებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.